9 აპრილის გახსენებაზე პირველი არის ჩემი დღევანდელ დღეზე შედარება. ისე აბსოლუტურად ეგიო პროცესი მიდის, რაც 9 აპრილს იყო. ესე იგი ფაქტიურად მაშინ დავიწყეთ ბრძოლა და დღემდე ხვდა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არის უწყვეტი ბრძოლის უწყვეტი პროცესი. მაშინ დაიწყო ჩვენი ჩამოყალიბება და გაგება იმისი რა არის დამოუკიდებლობა, რა არის თავისუფლება და დღესაც გრძელდება. დღევანდელი პროცესი გაცილებით უფრო წინ არის წასული, ვიდრე მაშინდელი. იმიტომ რომ მაშინ ყველანი მირჩეებულები ვიყავით ლიდერებს. ლიდერი გამოდიოდა, იმიტომ ჩვენთვის ყველაფერი ახალი იყო. ჩაგეტილი სივრცე, ჩაგეტილი საბჭოთა კავშირის ინფორმაცია ნოლი და ამ დროს გვესმის რაღაცა ჰაერზე ნასროლი სიტყვები, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ეროვნული გმირები. პირველად მაშინ გავიგე, რომ ჩვენ ეროვნული გმირები ყოლე მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ და თითქოს ყველაფერი უნდა ვცოდნო და მაინც არაფერი გამოდიოდა, რომ არაფერი არ ვიცოდით საქართველოს ისტორიის შესახებ. რაც მაგაც 9 აპრილს მოყვა, მე იყო ყველაზე უფრო საინტერესო მოვლენები. ამ ერთ პირველმა დარტყმამ როგორც გადაიარა და მე ყველანი ფიქრობდით ახლა ძირითადში რომ თითქოს ამით დასრულდებოდა. მაგრამ მოხდა საპირისპირო. მთელი ყოველ შემთხვევაში მე მაშინ თბილისში ვიყავ, მთელი თბილისი გარეთ გამოვიდა. უკვე გარჩევა აღარ იყო, აღარც ბავშვის, აღარც დიდის, აღარც პატარის, რუსის ჯარი რო იყო და რომელიც პატრულირებდა, არავინ აღარ ეპოვებოდა. ბავშვები ქვებს ესროდნენ. ეს იყო რაღაცა სასწაული გამოვლინება საერთო გმირობით. არ ამგონია რომ მაშინ ეს თავისუფლების გააზრება მოხდა, თავისუფლების გააზრება მე მგონი დღესაც კი რთული არის, მაგრამ ეს იყო სპონტანურად წინააღმდეგობა. სწორედ 9 აპრილმაც განაპირობა მე რომ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რეფერენდუმი, ეს ყველაფერი ამ 9 აპრილზე იყო აგებული. 9 აპრილის გამოძახილი და ეს ეროვნული მუხტი ჩვენ გაყაიხარი თითქმის 1 წელიწადი, მაგრამ როგორც კი მოხდა რომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, იქ მერე უკვე წავიდა უკოსლა. უკვე გამოცოცხლდა საბჭოთა ინტელიგენცია, რომელმაც დაინახა რომ კარგავდა მის პრივილეგიებს. რომ ეს დამოუკიდებლობა რუსულ ინტელიგენციას ფაქტობრივად არაფერს არ აძლევდა, პირიქით დაკარგეს მათ შემოსევლის გარკვეული ნაწილი კი არა თითქმის მთლიანად და მანდ უკვე დავრჩით მარტონი. თითქოს საქართველოს გაიყო ორ ნაწილად. ერთ მხარეს იყო საბჭოთა ინტელიგენცია, მეორე მხარეს იყო უკვე ხალხი. ეს წითელი ინტელიგენციის ნაშიერები არიან დღესაც რომ უდგანან სათავეში ამ პროცესებს. იგივე წითელი ინტელიგენცია ეხლა რომელიც უპირისპირდება ხალხს. მაშინ ჰაერში დავფრინავდით ყველანი ზოგადად გვინდოდა დამოუკიდებლობა თავისუფლება. ეხლა უკვე გმირებიც ვიცით ვინ არის გმირი, ვინ არ არის გმირი, ვინ მოღალატეა ისიც გაცნობიერებული ყავს. მაგრამ განსხვავება არის მკვეთრი. ეხლა რაშია საქმე? აქ უკვე გამოკვეთილი ლიდერი ამ ეროვნული მოძრაობის აღარ არსებობს. იმიტომ რომ ინფორმაცია შემოვიდა უკვე რა არის თავისუფლება, ყველა შესანიშნავად გაიაზრა. რა შეიძლება მომწეს მე ამ თავისუფლებამ, ან არ მომწეს, ესეც გააზრებული გვაქვს. აშკარად წინ წასული საზოგადოება, თავისი ცნობიერები, თავისი განვითარება და თავისი ბრძოლის უნარიანობა. ძირითადი სხვაობა ეს არის, ისა რუსეთს ყველაფერი იგივე უნდა, მაგრამ მხარდაჭერი აღარ აქვს. და ჩვენ აყავს უკვე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მხარდაჭერი, რომლებსაც უნდა საქართველოს თავის ხალხთან ერთად, რუსეთს უნდა საქართველოს ხალხის გარეშე. ეს არის განმასხვავებელი ახლა. ან უნდა გაიმარჯვოს დემოკრატიამ, ან უნდა დაიმარჯვოს ავტოკრატიამ. და რომელიც გაიმარჯვოს ხალხზეა უფრო დამოკიდებული ამჟამად. ახლა მაგაში ვერავინ ვეღარ დაგვეხმარება. აღმოსავლეთ ევროპა რაც შეუძლია გააკეთა, აკეთებს კიდაც, დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული. ივარგებს ხალხი და ბოლომდე გაუძლებს ჩვენც გავიმარჯვოთ. ესე იგი სახში წავალ და დასრულდება ჩვენ ფაქტობრივად დამოუკიდებლობა. და ეს ყველას გააზრებული აქვს. ახლა მე გეუბნებით ფაქტს, რომელიც მე მითხრეს, მაგრამ აქ ხალხმა უკვე იცის, გამოსვლელებმა თავისთავად უკვე გაიაზრა ეს მომენტი, რომ უნდა იდგეს იქ. მეც თბილისში რო ჩავდივარ, დღეს არ ვშევ, რომ არ გავიდე და ხარში არ მოვუდგე და რაღაცა საათები არ გავატარო. ასე აქვს უყველა. სწორედ ეს მომენტია, ერთი ბიძგია საჭირო ხომ რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. და ეს მე მგონი ამ წელიწადს დასრულდება ჩვენი დემოკრატიული გამარჯვებით. აუცილებელია. გარეთ უნდა ვიდგეთ ყველანი. ხვალინდელი დღეს და მომავალიც და ყოველი დღე საქართველოსია.